შესაბამდა, რაც ევროკავშირმა დაგვიწესა, რა თქმა უნდა, ევროკავშირი მას არ გადაალახნებს საზღვარგარეთ და არანაირად არ გაიგებდა ეს პროდუქცია ევროკავშირის ტერიტორიაზე. პირველი ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ საქონელი უნდა იყოს წარმოებული იმ ქვეყანაში, საიდანაც გაგაქვთ ევროკავშირში. რას ნიშნავს ეს? და ის მოითხოვს ეგრეთ წოდებული წარმოშობის სერტიფიკატს. რას ნიშნავს ეს? ანუ მე როდესაც შემოგვს ქართული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე, ევროკავშირი მთხოვს, რომ ეს პროდუქტი უნდა იყოს მოყვანილი შენთან. ის რომ მე მაგალითად რომელიღაც ასწავლოთ უნდა შემოვიტანე პამიდორი, კიტრი ან რაღაც, ან ნებისმიერ თქვა ტექნიკაც, რაღაც კომპიუტერი ვაწარ, შემოვიტანე, ან ნაწილები შემოვიტანე აქ ავაწყე და გავყიდე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს პროდუქცია წარმოებულია საქართველოში. ის თითოეული ჭანჭიკი და თითოეული უსმნიდან თუ შემადგენელი ნაწილიდან უნდა იყოს წარმოებული და აწყობილი საქართველოში. აი იმ შემთხვევაში გავა ის ევროკავშირის ბაზარზე როგორც ქართული პროდუქცია. ერთადერთი გამონაკლისი არის თურქეთის ქვეყანა, თურქეთზე გათვალისწინებული, რადგანაც თურქეთსაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს ევროკავშირთან და ჩვენ ასევე ორმხრივ შეკრება გვაქვს თურქეთთან გაფორმებული. ერთადერთი თურქეთში წარმოებული პროდუქცია და შემდგომ აფრიკაში ფუთული ან გადაფასებული ან ასე შემდეგ შეიძლება რომ ჩაითვალოს წარმოებული საქართველოში და საქართველოდან გავიდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე. დანარჩენი არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება რომ ჩვენ შემოვიტანოს პროდუქტი ჩვენი ლამაზად შევხვდეთ, დავარქვათ ქართული და გავუშვათ ევროკავშირის ბაზარზე. ამისთვის ევროკავშირს აქვს თავისი დამცავი მექანიზმი, რომ არ მოვატყუოთ, რომ ის ითხოვს ჩვენგან ეგრეთ წოდებულ წარმოშობის სერტიფიკატს. რას ნიშნავს წარმოშობის სერტიფიკატი? ანუ როდესაც მე ყურძენი გამაქვს ელემენტარულად გვინდოს და აღარ მაქვს უკვე ლაპარაკი, ნედლეული როდესაც გამაქვს, თავისუფლად უნდა ეწეროს ყურძე, სად არის მოყვანილი, რა თესლისგან არის მოყვანილი, რა პირობებში იზრდებოდა ეს ყურძენი და ასე შემდეგ. როდესაც ღვინო გამაქვს, აუცილებლად რომელი ვთქვათ რეგიონიდან არის მოყვანილი, ხო, რა ვაზის ჯიშია, რა პირობებში გაიყიდა